მოგესალმებით. დღევანდელი კომიტეტის ხდომაზე გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. პირველ რიგში გთხოვთ, რომ დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ სამინისტროები გაიყო და ამასთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოვიდა საკანონმდებლო ცვლილებები. განხილვა გვაქვს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განვიხილავთ და გთხოვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს წარმოგვიდგინოს ბოდიში. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე წარმოგვიდგენს საკითხს დიდი ბოდიში. გთხოვთ. მოგესალმებით ქალბატონო სხდომის თავმჯდომარე, მივესალმები პატუცემ კომიტეტის წევრებს. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც შედის საქართველოს კანონების პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ, საჯარო დაწესებულებაში შრომის თანაზღაურების შესახებ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. ესე იგი, სათითაოდ გავიაროთ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში. პირველ მუხლში თუ შევიდა ცვლილებები? არ შესულა ცვლილება. მეორე მუხლი? არა. კარგით, გადავიდეთ შემდეგზე საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ. პირველი მუხლი? არ შესულა ცვლილება. მეორე მუხლით უცვლელად არის? დიახ. მადლობა. და მესამე პაკეტის ნაწილი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი? არ შესულა ცვლილება. მეორე მუხლი? არ შესულა ცვლილება პირველი მუხლი. დიდი მადლობა. თუ კითხვები არა გაქვთ, შეგვიძლია ეს საკითხი განხილულად გამოვაცხადოთ და კენჭი უყაროთ. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ახლა გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. მეორე საკითხი შეეხება საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილ საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ პეტიციის ავტორები ითხოვდნენ 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასეთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილებებზე გარდამავალი დებულების, ანუ გამონაკლისის გათვალისწინებას. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით პეტიციას იცნობთ ყველა წევრი. ასევე გაცნობებთ, რომ 9 თებერვალს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა პეტიცია, მათ შორის გადაამოწვა ხელმოწერები და პეტიციას ხელს აწერს 523 მხარდამჭერი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით 227 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად 15 ხელმოწერა ბათილად იქნა მიჩნეული, შესაბამისად კომიტეტი განიხილავს 508 ხელმოწერით წარმოდგენილ პეტიციას. პეტიციის ავტორების მოთხოვნასთან დაკავშირებით გითხარით და მოგეხსენებათ ასევე, რომ კომიტეტი შეხვდა პეტიციის ავტორებს, ჰქონდა მათთან განხილვა, ასევე პეტიციის მიღმა არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ასევე სურდათ შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც ასევე აპარატის წარმომადგენლება გამართეს შეხვედრა და თხოვნით მოგვართეს, რომ სიტყვით გამოსვლა ყოფილიყო შესაძლებელი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო კომიტეტის მხრიდან და ახლა ვთხოვ ქალბატონ მარიამ ბოხუას 1 წუთის რეგლამენტით წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ბოხუა. როგორც მოგეხსენებათ, მე წარმოვადგენ იმ მშობლებს, რომელთა შვილებსაც თქვენ დღეს უნდა გადაუწყვიტოთ. მისცემთ თუ არა იმის შანსს, რომ ცხოვრობდნენ სამართლებრივ სახელმწიფოში და გქონდეთ სკოლაში მისვლის და განათლების მიღების უფლება. ჩვენ აქ არ მოვსულვართ ცარიელი ხელებით, ჩვენ მოვედით პეტიციით, რათა თქვენ გქონდეთ იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ დაუშვათ ეს გამონაკლისი ამ ბავშვებისთვის 1 წლის განმავლობაში, რადგან გარდამავალი პერიოდია. ჩვენ გთხოვთ თქვენ მისცეთ ამ პეტიციას არსებობის უფლება და შემდეგ ეტაპზე გადასვლის უფლება. არგუმენტები არის ის, რომ ეს ბავშვები მზად იყვნენ მანამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ ისულიყვნენ სკოლაში, მათთვის ძალიან დიდი სტრესი იქნება სკოლის გარეშე დარჩენა, მაშინ როცა მათი ყველა თანატოლი წავა სკოლაში და ესენი რჩებიან სკოლის გარეშე. გარდა ამისა,
ამ ბავშვებისთვის ეს ბავშვები არიან განვითარების ისეთ ეტაპზე, რომელიც უკვე გავლილი აქვთ, ანუ სკოლისთვის მზად არიან უკვე ეს ბავშვები და ამ დროს მათთვის იმის თქვა, რომ ისევ განვითარების იგივე ეტაპი უნდა გაიარონ, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება ამ ბავშვების მიმართ. თქვენ ხართ მშობლები, რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მშობლისთვის, შვილის მიმართ გაკეთებული ნებისმიერი სიკეთე, ნებისმიერი უსამართლობა ამ მშობელს მართლა არასდროს არ ავიწყდება და ამიტომ ჩვენ თხოვნით მოგვართავთ, ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმას, თუ თქვენ მხარს დაგვიჭერთ, რომ თქვენ ჩვენი შვილებისთვის გააკეთეთ ის, რომ მათ სამართლიან უფლებას მიეცით არსებობის საშუალება და დაუშვით ეს გამონაკლისი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ დაუჭიროთ მხარი, რომ ეს ამ პეტიციის განხილვა იქნეს ცნობილი მიზანშეწონილად. შემდეგ უკვე პლენარულ ხდომაზე დაუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი თხოვნა, მშობლების თხოვნა, მარტო ჩემი თხოვნა არ არის. ყველა მშობლის, ვინც მოაწერა პეტიციას ხელი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ რეგლამენტის დაცვისათვის. ახლა ქალბატონ ქეთევან გოგოძესაც აქვს სურვილი, რომ წარმოადგინოს მისი პოზიცია და აქაც გთხოვთ, რომ 1 წუთის რეგლამენტით ვიხელმძღვანელოთ. მოგესალმებით ყველას. მინდა გთხოვოთ მშობლებისა და მომავალი თაობის სახელით. ჩვენი შვილები გარკვეული გარემოების გამო აღმოჩნდნენ ძალიან რთულ მდგომარეობაში და იმედი ამას გაითვალისწინებ და დაუშვებთ რაღაც გამონაკლის. მით უმეტეს სახელმწიფოს არაერთხელ დაუშვია გამონაკლისი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით და ეხლა საქმე პატარა ბავშვებს ეხებათ. 2 წლის წინ უბრალოდ მიღებული კანონის თანახმად მოხვდით ესეთ რთულ მდგომარეობაში და სახელმწიფო გარკვეულწილად პასუხისმგებელია ამ ბავშვების მიმართ და თუნდაც მოგცეს მინიმალური უფლება, თუნდაც ფსიქოლოგის გასაუბრების საშუალებით მაინც მოხდნენ ეს ბავშვები პირველ კლასში. ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ, მოგცეთ უბრალოდ უფლება, რომ ეს ბავშვები რამენაირად დავარეგისტრიროთ პირველ კლასში, არ იმსახურებენ ესეთ რთულ გადაწყვეტილებას ეს ბავშვები და ესეთ რთულ ფსიქოემოციურ სტრესს და მართლაც როგორ მარიამ აღნიშნა, მთელი ცხოვრება ეს ბავშვები თქვენი მადლიერები იქნებიან, როდესაც კანონმორჩილი და სამაგალითო მოქალაქეები გაიზრდებიან. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან. მოგეხსენებათ პეტიციის შემოსვლისთანავე კომიტეტმა როგორც შიგნით კომიტეტის ფარგლებში წევრებთან და არა მხოლოდ წევრებთან უმრავლესობის ფორმატშიც ჰქონდა განხილვა. ამასთან ერთად კომიტეტმა მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იქნა წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც დარიგებულია და შეგიძლიათ დეტალურად გაიცნოთ, თუმცა მინდა რამდენიმე ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ კონსტიტუციით სკოლამდელი განათლება არ არის სავალდებულო. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე პირველ კლასში სწავლას იწყებენ ბავშვები, როგორც სკოლამდელი განათლების გამოცდილებით, ასევე მის გარეშე. ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვის განვითარების იმ კომპეტენციებსა და უნარებს, რომლებიც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის არის აუცილებელი და ბავშვის სასკოლო მზაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ცოდნით. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე კოგნიტურ, ემოციურ, სოციალურ და ქცევის მზაობას, რაც ასაკთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაასრულა სასკოლო მზაობის პროგრამის განახლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2026-27 სასწავლო წლიდან სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში განახორციელებენ ახალ კურიკულუმს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის სოციალურ, ემოციურ, მოტორულ და კვლევის უნარების განვითარებას, ცნობის მოყვარეობას და შემოგმედებითი უნარებთან ერთად სხვა საჭირო უნარჩვენების გამომუშავებას. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე უკვე გამოქვეყნებულია მათ პლატფორმაზე და მანამდე მოქმედ რესურსთან შედარებით იგი საკმაოდ არის გამდიდრებული პრაქტიკული სცენარებით და მაგალითებით, განახლებული გეგმის ნიმუშებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში გადაღებული ვიდეო მაგალითებით, ანუ სრულიად შეიცვალა შინაარსობრივადაც ეს კურიკულუმი, რომელიც მათ შორის გასათვალისწინებელია როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე პეტიციით მოთხოვნილ პირველ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს მიზანშეუწონლად მიაჩნია ამის განხილვა, ვინაიდან ეს არ ემსახურება 6 წლამდე ასაკის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. რაც შეეხება პეტიციის გათვალისწინებული მეორე საკითხი, ეს შეეხება სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმების გამოყენებას, რაზეც საუბარი იყო პეტიციაში, აღნიშნულის პრაქტიკული გამოყენება მოითხოვს ბავშვზე ხანგრძლივ დაკვირვებას და არა ერთჯერადად, არამედ ეტაპობრივად შეფასებას. ფიზიკური და კოგნიტური განვითარების, ასევე ფსიქოემოციური, სოციალური უნარების დაკვირვებას. რაც დაკავშირებულია შესაბამის კომპეტენციებთან, დიდი რაოდენობის ადამიანურ რესურსთან დაკავშირებას და ასევე აღნიშნული მოთხოვნის განხილვაც მიზანშეუწონლად მიიჩნია ამ ეტაპისათვის სამინისტრომ. აქვე მინდა ასევე წარმოგიდგინოთ კომიტეტის რეაგირება და თქვენ როგორც დაგირიგდათ, ასევე კომიტეტის წევრებსაც და პეტიციის ავტორებსაც მიეწოდათ დეტალურად არგუმენტები კომიტეტის მხრიდან პოზიციასთან დაკავშირებით. სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებების მოსმენით, საერთაშორისო კვლევების გაანალიზებით და ყველა არსებული ალტერნატივის შეფასებით, ასევე კანონის განხილვისას გახსოვთ, რომ მინისტრის მოადგილე ბრძანდებოდა კომიტეტზე, სადაც ცვლილებები შევიდა და კომიტეტის წევრების მხრიდანაც მოხდა კითხვების დასმა, რაზეც დეტალური არგუმენტირებული პასუხები მოვისმინეთ მინისტრის მოადგილის მხრიდან. ასევე ვიცნობთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ სასკოლო მზაობის საერთაშორისო კვლევას, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ფსიქოლოგები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, პედიატრები, განათლების ექსპერტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად უფიქსირდებათ დაღლა, ჰიპერაქტიულობა და დემოტივაცია, რაც კოგნიტურ განვითარებას აფერხებს. ამასთან კვლევა მაჩვენა, რომ წლების სწავლების პროცესში 2-3 კვირასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასთან. მინდა ასევე განმარტო სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ მიმართული არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. პირველი შეეხება იმას, რომ სახელმწიფომ საბავშვო ბაღების სრულიად უფასო გახადა, რაც ნიშნავს, რომ ოჯახებს ფინანსური ტვირთის გარეშე შეუძლიათ შვილების სრულფასოვანი სასკოლო მზაობა მისცენ. მეორე ეს იყო სასკოლო მზაობის ჯგუფების საპილოტო რეჟიმში 150 სკოლაში დაიწყო და მოეწყო ეგრეთ წოდებული ფრესკულები და მე აქ ასევე წარმოვადგინე სამინისტროსგან გამოთხოვილი ის 150 საპილოტო სკოლა, სადაც ეს ეგრეთ წოდებული ფრესკულები არის საჯარო მოწყობილი, უფასო და შეგიძლიათ ასევე გადახედოთ, მათ შორის რეგიონალური დაფარვა აქვს და ამ ბავშვებს შეუძლიათ რომ ფიზიკურად სკოლის გარემოში ნაცნობ სივრცეში გაიარონ მომზადება და მომდენო წელს სწავლა შეუფერხებლად განაგრძონ. მესამე, ეს არის განათლების რეფორმის კონცეფცია, ვიცით რომ გაცილებით უფრო ადრე იქნა წარდგენილი, თუმცა კანონში ცვლილება საგაზაფხულო სესიაზე განხორციელდა. ამ პერიოდის გათვალისწინებით სამინისტრომ სრულად განაახლა სასკოლო მზაობის კურიკულუმი, ანუ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე პროგრამა უნდა გაიარონ ბავშვებმა, ესეც ნაპასუხებია ამ მზაობასთან დაკავშირებით, ანუ იმ ბავშვებმა ის ბავშვები, რომლებიც კიდევ ერთი წელი სასკოლო მზაობის პროგრამაში დარჩებიან, იმავე შინაარსს არ გაიმეორებენ, არამედ იქნება გამდიდრებული ახლებური კურიკულუმით, რომელიც ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებულები. ამასთანავე მშობლებს თვითონ შეხვედრაზე ჩემი მხრიდანაც მოხდა შეთავაზება, რომ თუ არსებობდა რაიმე ტიპის წინადადებები ფსიქოლოგიურ ტრენინგებთან მიმართებაში, ასევე მშობლებთან დამატებითი კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებით, დღესაც ვადასტურებ ამ მიმართულებით მზაობას, რომ მზად ვართ მივიღოთ წინადადებები მშობლებისაგან, რომლებიც პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან იქნება გამომდინარე. აქვე უნდა სტატისტიკაზეც გავამახვილოთ ყურადღება 2025-26 სასწავლო წელს. 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დაბადებული 14687 ბავშვიდან სკოლაში დარეგისტრირდა 8329, ანუ 57% ბავშვების. სავარაუდოდ ამ მიმართებითაც იქნებოდა შემცირება ინტერესის, მოგეხსენებათ, რომ პეტიციასთან დაკავშირებით საქართველოს რეგლამენტის 227 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კომიტეტს აქვს 3 არჩევანი, ქონდა 3 არჩევანი, ეს იყო მიზანშეწონილად მიჩნეული
მიიჩნევა პეტიციის უშუალოდ შესწავლა და განხილვა, პეტიციის შესაბამი სამინისტროს ან სხვა უწყებებთან გაგზავნა, თუმცა როგორც შესწავლა, ასევე უწყებებთან კონსულტაციაც მოხდა და მესამე ეს არის მიზანშეუწონოდ მიიჩნევა პეტიციის შესწავლას და განხილვასთან დაკავშირებით ყოველივე ამის გათვალისწინებით კომიტეტი ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპით, იმ პრინციპით, რომელიც ყველა მოსაზრებაზე მაღლა დგას. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ამავე მუხლის მე-9 პუნქტის გექვე პუნქტის შესაბამისად კომიტეტს მიზანშეუწონოდ მიიჩნევს პეტიციის შემდგომ შესწავლასა და განხილვას და კომიტეტის წევრებს გთხოვთ, რომ კენჭი ვუყაროთ სწორედ ამ გადაწყვეტილებას. ვინ არის მომხრე? კარგით, ამ შემთხვევაში სხდომა დახურულია. მე დიდ მადლობას მოვახსენებ და კიდევ ერთხელ ვუდასტურებ მზაობას, როგორც მშობლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რაც იქნება ბავშვების ინტერესების დაცვა, მათი ფსიქოლოგიური თუ სხვა მიმართულებით განხილვა. ასევე მადლობა მინდა მოვახსენო განათლების სამინისტრომ, რომელმაც კურიკულუმი სრულიად განაახლა, რომელსაც აქვს მზაობა იმისა, რომ ბავშვის საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ის ელემენტები შეიტანოს კურიკულუმში, რაც მათ როგორც ფსიქოემოციურ, კოგნიტურ თუ სხვა მიმართულებით ინტერესებს დაიცავს და ამით გაამდიდრებს მომზადებას, სასკოლო მომზადებას. დიდი მადლობა და მაშინ სხდომა შეგვიძლია დახურულად გამოვაცხადოთ. მადლობა.